საფრანგეთი დაღუპულებს გლოვობს არა ტერორიზმი, არამედ ომი. ასეთი შეფასება მისცა ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთში მომხდარ ტრაგედიას. ის რომ ტერორიზმი მსოფლიოს მთავარი გამოწვევა ეს გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურდა. 127 დაღუპული და 300-მდე დაშავებული. ეს არის ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს მორიგის სასტიკი ქმედების შედეგი. საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. 2005 წლის შემდეგ აქ საგანგებო მდგომარეობა პირველად გამოცხადა. რიგითი მოქალაქეები ტერაქტის ადგილებზე ყვავილებით მიდიან და დაღუპულებს პატივს მიაგებენ. პარიზშია მოამბის გადამღები ჯგუფი. ქეთევან ქარდავა ჩაგორთვება ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც მოქალაქეებსაც ესაუბრა. ქეთი, რა ვითარება ამ წუთებში საფრანგეთის დედაქალაქში? როგორ აისახა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ქალაქზე და შეინიშნება თუ არა ისე პანიკა მოსახლეობაში? მარია, მოგესალმებით პარიზიდან. დღეს სწორედ ამ ქალაქის მიმართ არის მიმყრობილი მთელი ყურადღება და ეპიცენტრი არის რამდენიმე უბანი და სწორედ ეს ართულებს სიტუაციას და უსაფრთხოების ზომების დაცვას და ამაზე აკეთებენ აქცენტს სამართალდამცველები. ნამდვილად არ არის პანიკა, პირიქით მოსახლეობა ძალიან მოძრაობს საკმაოდ ორგანიზებულად და სამართალდამცველები, როდესაც აწვდიან მათ ინფორმაციას კონკრეტული შეზღუდვების შესახებ, ყველა ცდილობს რომ ისინი დაემორჩინონ პოლიციას. ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით პარიზის რამდენიმე უბანში, გადაადგილება ძალიან რთულია, ვინაიდან რკინის კონსტრუქციებით არის გადაკეტილი თითქმის ყველა პატარა ქუჩა, აღარსად ჩანან ტურისტები, ყველა მაღაზია დაკეტილია. ჩვენ ვიმყოფებოდით იმ რესტორნის წინ, სადაც გუშინ ერთ-ერთი პირველი თავდასხმა მოხდა და დაიღუპნენ ადამიანები და ახლა ვდგავართ საკონცერტო დარბაზის წინ, სადაც შეიარაღებული პირები გუშინ საღამოს შეიჭრნენ ნიღბების გარეშე, ცეცხლი გახსნეს და მოკლეს მშვიდობიანი ადამიანები. აქაც რკინის კონსტრუქციებით არის ყველაფერი გადაკეტილი, დილით მარტო ჟურნალისტები ვიმყოფებოდით, ახლა კი გადაჭედილია აქაურობა, ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და მოაქვთ მათ ყვავილების სანთლები, ტოვებენ პატარა წერილებს და ჟურნალისტებთან საუბრობენ. რაც შეეხება სულისკვეთებას, მათ განწყობას და თუ რას ამბობენ ისინი, რაზე აკეთებენ აქცენტს, ეს ძალიან საინტერესოა. ისინი ამბობენ, რომ საფრანგეთი არავითარ შემთხვევაში არ წავა დათმობაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ შეეშინდათ და პირიქით გააგრძელებენ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენი რესპონდენტები ეთანხმებოდნენ საფრანგეთის პირველი პირის განცხადებას, ფრანსუა ოლანდმა გუშინ გააკეთა პირველი შეფასება და აღნიშნა, რომ ქვეყანა ომის მდგომარეობაშია და ისინი ეთანხმებიან ფრანსუა ოლანდს, თუმცა ძალიან ბევრ კითხვაზე სურთ მიიღონ პასუხი, კერძოდ იმ ტერორისტების შესახებ, რომლებმაც თავი აიფეთქეს, კონკრეტულად რა პასპორტები ჰქონდათ თუ არა ყალბი პასპორტები, რა ეროვნების იყვნენ. თუმცა აქვე ძალიან აღსანიშნავია, რომ არ არის არანაირი შურისძიების შესახებ განცხადებები, ძალადობა, პირიქით ამბობენ, რომ მუსლიმები არ არიან ტერორისტები და ისინი აქ საკონცერტო დარბაზის წინ მათი უფლებების დასაცავადაც დგანან. ამის ერთ-ერთ მაგალითად კი მოყავთ სოციალურ ქსელებში, კერძოდ ტვიტერზე ყველაზე პოპულარული ტრენდი დღეს Je suis Paris-თან ერთად, რომელიც არის ტერორიზმს არ აქვს რელიგია და მუსლიმები ტერორისტები არ არიან. როდემდე მოუწევთ პარიზში მცხოვრებ ადამიანებს ასეთ რეჟიმში ყოფნა, არავინ იცის, როდის გაუქმდება საგანგებო რეჟიმი, დაკეტილია საზღვრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეწყვეტილია რეისები და არ ხორციელდება სარკინიგზო მიმოსვლა, უბრალოდ ქვეყანაში შემოსვლა არის გამკაცრებული და კონტროლდება ყველა პირი, რომელიც შემოდის პარიზში, განსაკუთრებით მათი პასპორტები აქ მოსახლეობას თხოვენ, რომ არ გამოვიდნენ სახლებიდან და აბსოლუტურად ყველაფერი გადაკეტილია, თხოვენ, რომ ჯერჯერობით საგამოძიებო მოქმედებები სანამ არ დასრულდება, დარჩნენ სახლში. და ბოლო ინფორმაციით დაიკეტა ყველა მუზეუმი, ეიფელის კოშკი, ლუვრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურისტებისთვის აქ ჯერჯერობით ადგილი არ არის. ეს არის შეტევა რესპუბლიკის წინააღმდეგ. ეს უბანი გადაჭედილია ახალგაზრდებით საღამოს საათებში. გუშინ კარგი ამინდი იყო და ქუჩები სავსე იყო ხალხით. დღეს ქუჩაში გამოვიდა ძალიან ბევრი არაბი. დგანან ჩვენთან ერთად, ამბობენ, რომ ისინი შოკში არიან. განიცდიან და ტკივათ. იმის გათვითცნობიერება, რომ ნებისმიერ ადგილას შეიძლება მოხდეს მსგავსი რამ, ყველაზე საშინელი განცდაა. ეს მხოლოდ საფრანგეთის პრობლემა არაა. რას შეცვლის 13 ნოემბერი, შეცვლის საკითხების მიმართ მიდგომებს.
უფრო სერიოზულად დაგვანახებს რეალობას. ჩვენ ხელისუფლებას აიძულებს, რომ მოდუნების დრო არ გქონდეთ, თუმცა მინდა დავიჯერო, რომ ამის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, ერთად დგომა. ეს გაგვაძლიერებს ყველაზე მეტად. ეს ეხება და შეეხო არა მარტო საფრანგეთს, არამედ მთელ ევროპას. უკვე მეორედ წელს ამხელა ტრაგედიის მოწმეები ვართ. არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს, ეს დაგვამარცხებს. ეს შეიძლება განმეორდეს ხვალ, ზეგ. ამიტომ სიძლიერე ჩვენი იარაღია. მე ვამაყობ, რომ ფრანგი ვარ, ვამაყობ, რომ საფრანგეთის მოქალაქე ვარ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამას დავძლევთ. მე ამ უბანში ვცხოვრობ. ხმაურზე ვერც კი წარმომედგინა, რომ ჩვენს თავს ასეთი ტრაგედია დატრიალდა. მათ სურთ, რომ საფრანგეთს დამარცხება აღიარებინონ. ტერორიზმი ვერ გაიმარჯვებს. დღეს რამდენიმე განცხადება მოვისმინეთ, მათ შორის განცხადება გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან მიგრანტთა კრიზისი და ის ტერორისტული აქტი, რომელიც განხორციელდა საფრანგეთში და ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს და საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, როგორც აქამდე ზრუნავდნენ, ასევე გააგრძელებენ ზრუნვას იმაზე, რომ დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომლებიც ომს გაურბიან. ჩვენ ვrჩებით პარიზში, სწორედ აქ ამ ტერიტორიაზე, სწორედ აქ არის მთავარი ეპიცენტრი. რამდენიმე წუთის წინ აქ მოსული იყო პარიზის მერიც დაათვალიერა მიმდებარე ტერიტორია. მოსახლეობა მადლობას უხდის ყველა იმ ლიდერს, რომელიც მათ სოლიდარობას უცხადებს და ამბობენ, რომ სოლიდარობა დღეს ყველაზე მეტად ჭირდება საფრანგეთს. მადლობა ქეთი ქარდავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში პარიზიდან.